ქუჩაში პოლიციამ გაგაჩერა და გეუბნება ჯიბები ამოიტრიალიან ჩანთა გახსენიო? იცოდე რომ ზედაპირული დათვალიერების დროს მათ ამისი უფლება არ აქვთ. დაიმახსოვრე მნიშვნელოვანი განსხვავება. ზედაპირული დათვალიერება არის ტანსაცმელზე მხოლოდ ზემოდან შეხება ან მეტალოდეტექტორის გამოყენებით შემოწმება. ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჩანთის ქექვა და ტელეფონის შემოწმება ეს უკვე ჩხრეკაა. გარდა დაკავების დროს ჩხრეკისა, პოლიციის თანამშრომელს ჭირდება მოსამართლის განჩინება ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილება იმისთვის, რომ ჩხრეკა ჩაატაროს. სანამ ამ პროცესს დაიწყებენ, ეს დოკუმენტები და შენი უფლებები უნდა გაგაცნონ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შეიძლება დაგაკავონ დაუმორჩილებლობისთვის. ამიტომ ფიზიკურად ხელი არ შეუშალო. მუდმივად გაიმეორე, რომ არ ეთანხმები ჩხრეკას და იგი უკანონოა და მოითხოვე ოქმის შედგენა. ხოლო ოქმს როდესაც მოგიტანენ, შენიშვნის გრაფაში მიუთითე, რომ ჩხრეკას არ ეთანხმები, ის უკანონოა და მიუთითე მიზეზი. როდესაც სასამართლოში ჩხრეკის კანონიერების შემოწმების საკითხი დადგება, ეს შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. მეტი იურიდიული რჩევებისთვის კი გამოიწერე ჩემი არხი.